ვისი სახელობის იყო სხალთის ტაძარი? სხალთის ეკლესია, რომელსაც ჩვენ ახლა ღვთისმშობლის ეკლესიის სახელით ვიცნობთ, აი მე-17 საუკუნის ერთ წყაროში მოხსენიებულია სხალთის ეკლესია იოანე მახარებლის სახელით. ანუ ჩვენ მე-19 საუკუნემდე სხალთის ეკლესიის შესახებ არაფერი ვიცოდით, მხოლოდ დიმიტრი ბაქრაძითა და გიორგი ყაზბეგით გაიცნო საზოგადოებამ სხალთის ეკლესია. მაშინ არ იცოდნენ თუ სხალთის ეკლესია იყო იოანე მახარებლის სახელი. ამიტომ ფრესკა აი შესასვლელში ყველაზე კარგად და დიდად გამოსახული ფრესკა ღვთისმშობლის აი ამის მიხედვით მიეცამა სახელი. ჩვენ აქამდე ვიცოდით რომ მხოლოდ ახლა ამ ბოლო წლებში აი 21 საუკუნეში სხალთის ეპარქია ახლა შეიქმნა. თურმე სხალთის ეპარქია მე-17 საუკუნის 30-იანი წლებიდან უკვე არსებობდა.